ოკეანე პლასტმასის ნარჩენების მთავარი რეზერვუარია. ის უკვე შეიცავს 200 მილიონ ტონაზე მეტ პლასტმასის ნარჩენს და ეს რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ პლასტმასი არ ქრება. მზის, ტალღების, ზღვის მარილისა და მექანიკური ხახუნის ზემოქმედებით ის იშლება მიკრო და ნანოპლასტმასებად. მიკროპლასტმასი არის პლასტმასის ნაწილაკები, რომელთა ზომა 5 მმ-ზე ნაკლებია, ხოლო ნანოპლასტმასი 1 მიკრომეტრზე პატარა, რაც 1000-ჯერ ნაკლებია ადამიანის თმის სისქეზე. მხოლოდ ოკეანის ზედაპირული ფენა შეიცავს დაახლოებით 350 ტრილიონ მიკროპლასტიკურ ნაწილაკს. თუმცა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია. მეცნიერები აღიარებენ, რომ ნანოპლასტიკური ნაწილაკების 90% ძალიან პატარა ინსტრუმენტებით აღმოსაჩენად. როდესაც პლასტმასის მიკრონაწილაკები აორთქლდება ოკეანეებისა და წყლის ობიექტების ზედაპირიდან, ისინი ატმოსფეროში წყლის ორთქლთან ერთად ამოდიან. დოქტორი დუშან მატერიჩი ჰელმჰოლცის გარემოსდაცვითი კვლევების ცენტრის გერმანია გარემოსდაცვითი ანალიტიკოსია და ნანოპლასტმასის კვლევით ჯგუფს ხელმძღვანელობს. დოქტორი მატერიჩი ატმოსფერულ ნანოპლასტმასს ავსტრიაში, ზონბლიკის ობსერვატორიაში, ევროპის უძველეს მაღალმთიან ობსერვატორიაში სწავლობს. რაც შეეხება ნანოპლასტმასს, რომელიც წარმოიქმნება ულტრაისფერის სინათლის ან უბრალოდ მექანიკური ძალების ზემოქმედებით დიდი ბოჭკოების დაშლის შედეგად, ეს ნაწილაკები, ეგრეთ წოდებული დაქუცმაცებული ნანოპლასტიკა, ჰაერში გაცილებით დიდხანს რჩება. ეს ნიშნავს, რომ ისინი ამოდიან და აქაც აღწევენ, ზღვის დონიდან 3106 მეტრის სიმაღლეზე. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ნანოპლასტმასები ყველა კვლევით სადგურზეა, თუნდაც ოკეანის ყველაზე ღრმა ნაწილებში ჩვენი ყველაზე ღრმა სადგური 5000 მეტრზე დაბლა მდებარეობს.